შესაძლოა გიგი უგულავა გარე განათებების კომპანიის საქმიანობის გამო დაკითხონ მერიაში ფიქტიური დასაქმების კიდევ ერთი სქემის შესახებ ხდება ცნობილი. შეპესეს სინათლის ქალაქში ყოფილი მაღალჩინოსნები და დეპუტატები არიან დასაქმებულები. კოტე გაბაშვილი, ლადო ვარძელაშვილი, ლაშა მაკაცარია, კობა ხაბაზი, დავით ბაქრაძის მეუღლე. ეს არის იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც არჩევნების შემდეგ დაასაქმეს. მათი ყოველთვიური ხელფასი 2500 ლარია. თუმცა უცნობია რა სამუშაოებს ასრულებენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები კომპანიაში, რომელიც ქალაქის გარე განათებებს კურირებს. საკრებულოს ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. უსამსახუროდ დარჩენილი ყოფილი ჩინოვნიკები თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიის დაქვემდებარებულ შეპესეს სინათლის ქალაქში დაასაქმა. 11 კაციანი საბჭოს წევრების ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარია. მეურნეობა სქემა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში შეიქმნა ასობით შტატი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის, რომელიც არის ფიქტიური შტატი, იქ არავინ არ მუშაობს ამ თანამდებობებზე, თუმცა ამ ადამიანებს პარტიული სამუშაოს უზრუნველსაყოფად ერიცხებათ ბიუჯეტიდან თანხები. სინათლის ქალაქი 2010 წელს თბილ ქალაქ განათების ბაზაზე შეიქმნა. ლიკვიდირებული კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სინათლის ქალაქში შტატები სპეციალურად გაიბერა და ბიუჯეტი 4 მილიონით გაიზარდა. თანამშრომელია 464 და ყოველთვიური სახელმწიფო ფონდი შეადგენს 412,675 ლარს. ეგ ჩემ დროს იყო 250,000, ეგ არის 412. 160,000-ზე მეტით არის ყოველთვიური გაზრდილი. კობა ხაბაზი, რომელიც სინათლის ქალაქში არჩევნების შემდეგ შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს, საჭიროდ არ მიიჩნევს გაწეული სამუშაოების შესახებ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს. ლადო ვარძელაშვილი კი ფიქრობს, რომ მისი გამოცდილება თბილისის გარე განათებას გამოადგება. დამიგროდა სხვადასხვა სფეროში გამოცდილება და მე მგონი სინათლის ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოში ბევრ კარგ რამეს თუ დავნერგავ ჩემი რჩევები და ჩემი მეთვალყურეობით თორე ხარ. პრობლემა უნდა იყოს ვერ ხედავ. არ ვაპირებთ ესეთი დეტალური ანგარიში ჩაობარო, შეუძლია კიდევ ერთხელ მეორებ ნახოთ. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები არის დაწყებული ანგარიშის მოსმენიდან, დაწყებული განაწილება და სწორი დაგეგმარება განათების შემოსავლების, სწორი განაწილება ამ შემოსავლის საკმაოდ ბევრი ფუნქციები აქვს. ახლა ეს დეტალურად რომ ვისაუბროთ, მე მგონი საკმაოდ არ იქნება მაყურებლისთვის საინტერესო. სინათლის ქალაქი მერიის მიერ დაფუძნებული პირველი შეპესი არ არის, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები დასაქმდნენ. ყოფილი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და მეუღლეების დასაქმება მერიის სხვა კომპანიებშიც ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისის მერია კომენტარს არ აკეთებს. სამი შეპესია კიდე გარდა სინათლის ქალაქისა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 23 ოქტომბერს, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი ნაცმოძრაობის აქტივისტები ბატონმა უგულავამ და მერაბიშვილმა დაასაქმეს შესაბამისად აღნიშნულ შეპესებში. ეს არის ჰერმესი, ეს არის თბილსერვის ჯგუფი, ეს არის ტრანსპორტის კომპანია. ზაზა გაბუნია პროკურატურას მოუწოდებს შეპესეს სინათლის ქალაქში ფიქტიურად შექმნილი სამუშაო ადგილებით დაინტერესდეს. ასევე შეისწავლონ, რამდენად სამართლიანად იგებს სინათლის ქალაქი მერიის მიერ გამოცხადებულ მილიონებად ღირებულ ტენდერებს.